დიამშვიდობისა ჩემო მეგობრებო. არა, ჩემო მეგობრებო არა, ჭამის მინისტრებო. ვინც წუხელი ჩემსავით გეგმავდით რა მოგემზადებიათ დღეს. ხო და მე ვისაც გესიზმებოდათ კიდე გემრიელი მომზადებული კერძები. დედა ჩემი აკეთებს, რა ქვია დედა რასაც აკეთებს? აფაზე შუშავს ხორს, ხახში, ტომატსაც ხო უშვები? ტომატს არა, პამიდორი უნდა უხსნაო. პამიდორი უნდა უხსნაო, ხო და ცოტა მომეცრი ერთი ნაჭერი ხორცი თქვა, შილაფლავი, რა ვიცი, გუშინ ვიყურე იმდენი ვიდეო ვიყურე, არ ვიცი, გამძღარი ვარ უკვე ჭამე მე გული არის გამძღარი თქო. იმდენი ვიდეო ხო და მინდა რომ გავაკეთე ცოტა 1-2 3 საინი, ნახო როგორი გამომივა. ხო და ასეა ჩემო კარგებო და ერთად მოვამზადოთ. ასე ამოვიდა ჩვენი ცომი. ხო და ახლა გამოვაცხოთ დუხოვკაში. ამას დასერას ახლა ამაზად, რომ ლამაზე თავი კონდეს მე. ასე გამოიყურება ჩვენი პოროკა. თითქოს ჯვარი დავხატიაზეთ, ხარავდეთ თვრის მადლი. ასე ლამაზად და გემრიელად გამოიყურება, გამოცხვა. ინი, აგერ ჩვენ თითქოს გავუკეთებიათ საჭმელი. ახლა გავაკეთებ მე პლავს. ხორცის პლავს. მომეხმარება მართუ მსხილაძე. ესე იგი, როგორც იცით, ვაკეთებთ შილაფლას ხორის ხორცით. ასე დავჭრით. წვრილი ნაჭრევად, იმიტომ რომ სადაც ვნახე ვიდეოები, რომ სადაც უყურე, ყველგან ასე წვრილად დაჭრეს. Wanda damage ratka. So კეთესი ხوار იქნებოდა თქო. ასე მოვსინჯა. გუჭირეთ ხახო. დედა ჩემი და მართო. კი. სერიალს უყურებ. თული სერიალის ყურებაში. ასე ისწრება ჩემი ხორცი. ეს ავაკეთებ პატარა ხორცი. ის არის შილაფლავს ვაკეთებ. აი, ხშირად ავაკეთებ ხოლმე ამ საჭმელს, იმედია გამომივა. შავაყარეს კაცემო და ხახში და კაცად მოვშუშავ, ახლა მოურე კარგად და კაცად დავგვაწავ ამასაც. ხო და მე ჩავაყრი ბრინჯს და კიდევ სუნელებს. სუნელები არის სპეციალური შილაფლავის სუნელები მაქვს კიდე და იმას ჩავაყრი. ასე გამოიყურება. ბრინჯი ჩავაყარე. ხო და დაახლოებით 3 ჭიქა ბრინჯი. ხო და ასე გამოიყურება. ახლა მოიხარშება ბრინჯი და მზად არის. ასე გამოიყურება.
ჩვენი შინაპლავი ხოცით კარგად აქ ბრინჯიც კარგად მოიხარშა გემრიელად მირთვით რასაც მოამზადებ